ახლა მოკლედ კიდევ ერთხელ უნდა მივესალმოთ ნანუკას, რომელიც მცხეთაშია და კარგ დროს ატარებს. რა ვიცი. რო გითხო მუშაობს, დილამშვიდობის ნანუკა. დილამშვიდობის მოგესალმებით მივესალმებით ტელემაყურებლებს, ვინც ეხლა შემოგვიეთ და ამ წამს ჩვენ ვიმყოფებით მცხეთაში, რესტორან მეტროპოლში და ჩვენთან ერთად იმყოფება მისი შევსარეული ბატონი ონისე ბუბუტაშვილი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. და რომა რა თქმა უნდა. მოგესალმებით დილამშვიდობის. ესე იგი, ჩვენ გავაკეთეთ კალმახი ნიგზით, ხო? და ბროწეული. ნიგზის და ბროწეულის სატენით. ანუ ჩვენმა ონისემ გააკეთა. ბატონმა ონისემ დიახ შეკმაზა ნიგოზი, გატარებული ნიგოზი ბროწეულით, ქინძით, კამით, უცხოსუნელით. ხმელი ქინძით და აი ესე შეიწვა ესე თუ ამას. აი ესე გამოიყურება ის ჩვენი კალმახი, რომელიც შიგთავსი აქვს. კი, აი ვაჩვენოთ შიგთავსი აქვს. აი შებრაწულია და შიგნით. ნიგზის, ანუ შიგნით ნიგოზი და ბროწეულია. ნიგოზი და ბროწეული ძალიან გემრიელი იქნება ეს კალმახი, აუცილებლად დავაგემრებთ. ეხლა რას ვაკეთებთ ბატონო ონისე, თქვენსკენ რა ხდება? ძალიან ბევრი ინგრედიენტი გაქვთ აქეთ როგორც ეხლა ვაკეთებთ შემწვარი წიწილი აი ეს ღვინისა და ტარხუნის соуში. ეს ცოტა რაღაც უცნაური არის, ღვინო და ტარხუნა ერთად. ნუ ახლა ტარხუნა სეზონური არის, ხო და ყველას მოგეხსენო ხო ძალიან გემრიელი არის და ღვინო აი თეთრი ღვინო უნდა იყოს აუცილებლად, თუ შეგვიძლია შავი ღვინოც გამოვიყენოთ. არა, თეთრი ღვინო არის უფრო მიღებული, соуსი ძალიან ფერადი გემრიელი გამოდის და ძალიან სხვა ფერი აქვს და სხვა ის არის. ალბათ ცოტა უნდა, ხო? ღვინოც რა თქმა უნდა, ძალიან ბევრიც არ არის სასწაული. ნახების დავამატებთ, რომ არომატი მიჩეს და მოშუშული ხახვი. ეს აი აქ რა არის ეს მითხარით? ეს გვაქვს მოშუშული ხახვი. მოშუშული ხახვიც უნდა აუცილებლად. აუცილებლად ემატება. არომატი, დიახ, მოშუშული ხახვის. მოვათავ, მოდი დავიწყოთ, მოვათავსოთ ჯამში. ესე თან თეთრი ღვინოს გაურევთ. თეთრი ღვინოც ცოტა. დავასხავთ თეთრი ღვინოს. შემდეგ რა ხდება ბატონო? ეს შემდეგ ამ მდგომარეობაში უნდა იყოს თუ უნდა დავჭრათ წვრილად? ეს დავჭრით, წვრილად დავჭრით და ცოცხლად ესე რო ვთქვა, ცოცხლად გამოიყურებოდეს, ისე მოვასხავთ აი შემწვარ წიწილას. ეხლა ეს ღვინო დავამატებთ ნაღებს. ცოტა უნდა ნაღები? ნაღები ცოტა უნდა არომატისთვის რა ის თქვა ვისაც არ გვიყვარს რძის პროდუქტები და აი ნაღები. შეიძლება რამით შევცვალოთ თუ აუცილებლად ამ კერძს უხდება. მარტო ღვინოში გავაკეთოთ, ან გადის კიდე შეიძლება სოკოზე გავაკეთეთ კიდე ვისაც უყვარს. სოკოთით შეიძლება, ხო? სოკოთით შეიძლება ხა დღეს ვაკეთებ ტარხუნა, იმიტომ რომ ტარხუნა მაინც სეზონურია, სოკოს სულ არის, რა თქმა უნდა. და ჯობია ტარხუნით მომზადოთ, მაგრამ ისე ჩვენ მაყურებელს ვთქვათ, რომ სოკოთით მზადდება ეს კერძი. კარგით ბატონო ონისე, ეხლა რას აკეთებთ კიდე გითხარით? ეხლა დავამატეთ ცოტა მარილი დავამატეთ, ცოტა შავი პირპილი დავამატეთ და ტარხუნას. ეხლა ტარხუნას ვჭრით, ხო? წვრილად დავჭრით. კარგი თქო, დაჭერით თქვენ და დაგიბრუნდებით ახლა ძალიან მალე. მე მოგიმზადებთ ჩანახს, ამისთვის საჭიროა ასეთი ქოთანი. შეიძლება ეს ღრმა ტაფაშიც გაკეთდეს, თუ დიასახლის ქოთანი არ აქვს სახში. ანუ მე ავიღე რეჰანი, ავიღე ქინძი, ავიღე ოხრახუში, პეტრუშკა, იგივე. იგივე? დიახ, ამეებს აგერ ვყრი, ესე ანუ ჯერ შიგთავს ვამზადებ მე. ასევე 1-2 კბილი ნიორი აგერ დავჭერი უკვე წვრილად, ესეც ასევე. ცოტაოდენი ხახვი. ესე უბრალოდ ალყა დაჭრილი. ხახვიც მოვათავსეთ. ციცაკა აუცილებლად, ოღონდ ციცაკა გემოვნების მიხედვით, ვისაც მწარე უყვარს. ვისაც ხარე გიყვარს, შეგიძლიათ მეტი გავუკეთეთ, ვისაც არა ნაკლები. თქვენს გემოვნებაზეა ეს დამოკიდებული, რა თქმა უნდა, და მთავარი ინგრედიენტი ბადრიჯანი. ეს ყველაფერი აირევა, კი, მთავარი ინგრედიენტი ბადრიჯანი, არანაირი ყაბაყი, არანაირი. ხო, აი ეს უნდა მეკითხა რომ შეიძლება შევცვალოთ ბადრიჯანი ყაბახით თუ ამ არა. შემთხვევაში, რაც შეეხება ჩანახს, ეს კეთდება ბადრიჯნით. აუცილებლად უნდა იყოს ბადრიჯანი. ბადრიჯანს ესე ვჭრით. უკვე ბადრიჯანი არის და შეგვიძლია ბადრიჯით ამას ასე შუაზე გავჭრით, აი ასეთნაირად. აი ესე იგი ეს შუაში უნდა გაიჭრას აუცილებლად, ხო? შუაში კი, მარილი, აუცილებლად ასე მარილი და შემდეგ ვაკეთებთ აი ამ შიგთავს ესე. აჰა, შიგთავსი მოვათავსეთ ბადრიჯანში. აუცილებლად ხორცი. ეს ცხრის ხორცი არის, ხო, როგორც ვიცი. აი ესე გაკეთდება ეს. აუცილებლად ძირში უნდა გავაკეთოთ ცხრის დუმა, ანუ ცხიმიანი ნაჭერი. უკაცრავად, ბადრიჯანი. მადლობა. ანუ დაბლა, აი ეს ჯობია რომ ეს დავდოთ. აქაც შეგვიძლია ბადრიჯანშიც, უყურეთ. აი ასე. ისევ მარილი. ბადრიჯანში მოვათავსოთ, ისევ მარილი. აქაც შეგვიძლია რომ ცხიმიანი ხორცით ჩავდოთ. ცოტაოდენი ეს მწვანილი ასე უნდა გამოვტენოთ. ისევ ესე ხორცი.
და საინტერესოა ჩანახის მომზადების პროცესიც განსხვავებულია და ვათავსებთ თიხაში, ხო? ასე ვათავსებთ, დიახ, თიხის ჯამში. ჯამში. ასევე მწვანილსაც დავუმატებთ. რაც შეიძლება მეტი მწვანილი არის ჩანახის თავარი საიდუმლო, ხო? რაც შეიძლება. აუცილებლად კარტოფილი. ამ შემთხვევაში მე მაქვს ახალი კარტოფილი, მაგრამ შეგიძლიათ რომ ძველი კარტოფილის გამოიყენოთ. თან ესა კარტოფილი უმი უნდა იყოს, ხო, აუცილებლად თავიდან. უმი უნდა იყოს, ესე თავსდება. და პამიდორი. ჭრით პატარა კარტოფილს და პამიდორი. აუცილებლად პამიდორი, პამიდორში შეგიძლიათ რომ ვთქვით, აი ნახეთ, ძალიან მარტივად, ხო? ესე იგი, სხვანაირად ჭრი ყველაფერს რომ ეს აუცილებლად ესე უნდა გავაკეთოთ თუ შეგვიძლია ჩვენ როგორც გვინდა. მარილი, აქაც შიგთავსი. ასე, ნახეთ. თავსად. ყველაფერში ვათავსებთ მწვანილს და ამასაც ასე. კარგი. და ეს ჩანახი უკვე მზად არის, ხო? შევდგათ ღუმელში. ჩანახი, რა თქმა უნდა, შევა ღუმელში და დაახლოებით რამდენი წუთში იქნება მზად? დაახლოებით ალბათ 1-20 წუთში. 20 წუთში ჩანახი იქნება მზად. კარგი, თქვენსკენ რა ხდება ბატონო ონისი, აბა მომზადეთ. როგორც ხედავ, მომზადეთ соуსი, ხო, რომელიც ქათამი დავჭერით, ცოტა წიწილი არის და 6 ნაწილად, 4 ნაწილად უკვე საკმარისი არის. ფორმაში არის ეს ჩვენი ქათამი. და ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს ეს соусიც, აი თუ შეიძლება ესე გამოიყურება. ამას დავასხავთ. მოვასხათ ბატონო ონისე ქათამს, წიწილას. ესე ისხმება соуსი. და ესე იგი ჩამოვთვალოთ რა ინგრედიენტები გვაქვს ამ соуსში. მოშიჩული ხახვი გვაქვს, ღვინოს დავასხავთ, თეთრი ღვინო აუცილებლად, თეთრი ღვინო წამოვადუღებთ კარგად ეს როგორც ისა, მე შევაგებთ. ბატონო, დაგვავიწყდა გვეთქვა ჩვენი მაყურებლისთვის რომ აუცილებლად უნდა წამოვადუღოთ ეს ჩვენი соуსი, ნაღები და ღვინო, ხო აუცილებლად. ხო, აუცილებლად წამოვადუღებთ და მე ტარხუნას მოვაყრით ზემოდან და ძალიან გემრიელი და არომატული არის. დიახ. ჩვენ ადრე რომ გავაკეთეთ, გახსოვს ხო, მაყოლით გავაკეთეთ წიწილას. თუ გახეხილი შინდით. გავაკეთეთ წიწილას და ძალიან გემრიელი იყო. მე მინდა დაგაგემოვნები. მოდი, დავაგემოვნებ კალმახს. და სხვათა შორის ერთი რაღაც მინდა უთხრა. ბატონო უნისეს გუში შეეძინა ნანატრი ბიჭი. გიორგი პატარა და მინდა რომ მიულოცო და ჯამრთელობა. მე ვორცდები ბატონო ისე გილოცავ ჯამრთელი და სასახელო ბიჭი გაგეზარდოთ. რომ აუცილებლად უნდა თქვა რომ ძალიან მომეწონა კალმახი, ნიგზით ჯერ არ მიჭამია და ძალიან უხდება. ჩვენც ვულოცავთ ონისეს ბიჭიანობას. უკვე მოხარშულია. აი ასეთი ფორმით ნახეთ უკვე ეს უკვე ჩაიშალა. ჩვენი წამყვანები გილოცავენ ბატონისეს სტუდიიდან. დიდი მადლობა. რომ მოდი ვაჩვენო ჩვენს მაყურებელს როგორ გამოიყურება ჩანახი. კი, ანუ ეს მერე ჩადის დაბლა, ანუ ცირდება რა თქმა უნდა და აქ უკვე არის მზა მდგომარეობაში, რა ვიცი, ნუ არის ჩვენ ჩანახს, საოცარი. ჩვენი შევზარეულის დიახ. ესე იგი, ეს რა გავაკეთეთ ახლა ჩვენ შევაჯამოთ, მოდი. ჩვენ დღეს გავაკეთეთ ჩანახი, გავაკეთეთ წიწილა თეთრი ღვინის ნაღებისა და ტარხუნის და ძალიან გემრიელი კალმახი ნიგზითა და ბროწეულის შიგთავსით. უგემრიელესია ეს კალმახი. ძალიან გემრიელია და აუცილებლად გავაგზავნებთ ჩვენ დაგემოვნებას. მე დაგემშვიდობებით სასიამოვნო და პოზიტიურ დღეს გისურვებთ. დარწმუნებული ვარ ამ კერძებს თქვენ აუცილებლად მოამზადებთ. ძალიან დიდი მადლობა. და მე ისე ახლა რა უყურებდი, მგონია რომ ძალიან გამიმარტივდება მაკერძების გაკეთება. მირთმევა უფრო გაგიადვილდება და მეჯერე. მე ხო იცი მირთმევა როგორ მიყვარს.